რუმინეთმა F-16-ის ავიაგამანადგურებლით საკუთარ საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაყენა. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, შემთხვევა 24 ივლისს დაახლოებით დილის 11 საათისთვის ბუქარესტის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დაუსახლებელ პუნქტში მოხდა. ინციდენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი დაახლოებით დილის 9:40 წუთზე შავი ზღვის თავზე გადაღებმა დააფიქსირეს. შემდეგ ის დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდა სულინას საპორტო ქალაქისკენ და ბუზეოს ქალაქის მიმართულებით. უწყების ცნობით სიტუაციის მონიტორინგის მიზნით საგანგებო წესით აბანდნენ იტალიის სამხედრო საჰაერო ძალების Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლებიც. რუმინული მთავრობის განმარტებით ქვეყნის აღმოსავლეთით ფეტეშტის 96 საავიაციო ბაზაზე განთავსებულმა გამანადგურებელმა საჰაერო პატრულების მისიის შესრულებისას უპილოტო საფრენი აპარატი ჰაერი-ჰაერის კლასის რაკეტით გაანადგურა. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი დრონი იჭრება. 5 ივნისს კონსტანცას პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის სავარაუდოდ იმ უპილოტო აპარატების ტიპს მიეკუთვნება, რომელიც უკრაინის ომში გამოიყენება. მანამდე ერთი კვირით ადრე 29 მაისს რუსული დრონი ქალაქ გალაცში შეიჭრა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულს შეეჯახა და აფეთქდა. მსგავს შემთხვევებს ბუქარესტი და მოკავშირეები მოსკოვის მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებენ.